გამარჯობათ, მოგესალმებით. დაიწყო გადაცემა პალატა ნომერი 9. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ვალუტის კურსზე, ჩვენ ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც არის ძალიან მძიმე დღეში, რომელსაც ჭირდება შველა, გამყარება და ვეცდებით გამოვნახოთ გზები თუ როგორ გავამყაროთ ჩვენი ეროვნული ვალუტა ლარი. გამარჯობა გიორგი, მოგესალმებით მაყურებლებო. მართლაც ჩვენი ვალუტა ლარი არის ძალიან მძიმე დღეში და ჭირდება დახმარება და რა შეგვიძლია ჩვენ მაგალითად გავაკეთოთ უბრალო ხალხმა, რომ პატარა წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. ჩვენ რა შეგვიძლია და ჩვენ შეგვიძლია დავაფასოთ პირველ რიგში ჩვენი ვალუტა, ჩვენი ლარი, დავაყენოთ წინ და არ მივცეთ სხვა ვალუტას დაჩაგროს. რას ნიშნავს დაჩაგროს? ანუ ჩვენ რა შეგვიძლია, რა უნდა გავაკეთოთ? ზუსტადად ჩვენ რო ჩაგრავთ და არ ვაფასებთ. ანუ რას ნიშნავს ახლა ეს? ჩვენ თუ რამე გვაქვს საყიდი, მანქანა იქნება, ბინა იქნება, ყოველთვის იყიდება სხვა ვალუტაში, ანუ დოლარში. ანუ ეს უკვე დაჩაგვრა არის ჩვენი ლარის. რატო უნდა გავყიდოთ დოლარში, როცა არსებობს ჩვენი ეროვნული ვალუტა ლარი? გავყიდოთ ლარებში. რატო უნდა ვიყიდოთ თქვათ დოლარი იმის გულიზე, რომ მანქანის ყიდვა მინდა? მაქვს ფული ლარი, უნდა წავიდე ბანკში, ვიყიდო დოლარი, ამაში ფულს ვაგებ, ბანკი იქ მოგებას ნახულობს, ვისგანაც მანქანას ვყიდულობთ, ის ღებულობს დოლარს, მაგრამ მე მეაქვს ბანკში ისე უნდა გადაახურდაოს. რა ის არის ახლა ეს აქციელი, ასე რომ ვთქვათ. რაში გვჭირდება დოლარი? ამოვიღოთ საერთოდ დოლარი ვაჭრობიდან. მაგალითად, ბინის გაყიდვა იქნება თუ ავტომობილის გაყიდვა. აღარ იქნება საჭიროება დოლარის და დაფასდება ლარი ამით. ახლა შენ რას ვფიქრობ, მანქანები და ბინები რო ლარად გაიყიდოს, ამით ლარი გამყარდება? ვფიქრობ, რომ გამყარდება. შეიძლება არ განახილდეს, მაგრამ რაღაც დადებითი ცვლილება იქნება უკეთესობისკენ. მე მგონი, რა ვიცი, ესე ვფიქრობ. გეთანხმები, რაღაც სიმართლის მარცვალი დევს მაგაში. ხო, და კიდე რა შეგვიძლია, რა უნდა გავაკეთოთ ლარის გასამყარებლად, კიდე სხვა ნაბიჯები რომ გამოვნახოთ მაგალითად. ანუ სხვა რა შეგვიძლია კიდე ახლა რომ გავაკეთოთ? მაგალითად, თუ სახელმწიფო რაღაც პროდუქციას აწარმოებს და ამ პროდუქციას უცხოელი ყიდულობს, უნდა ვაიძულოთ ეს უცხოელი, ეს ჩვენი წარმოებული პროდუქცია იყიდოს აუცილებლად ლარში და არა დოლარში. თუ მას აქ დოლარი, უნდა იყიდოს ქართული ლარი და ლარით შეიძინოს ეს პროდუქცია და ამით კიდევ დაფასდება ჩვენი ვალუტა და გამყარდება. მართალი ხარ? ანუ ჩვენ ხალხმა პირველ რიგში უნდა დავაფასოთ ჩვენი ვალუტა და აღარ ვიქნებით დამოკიდებულები სხვა ვალუტაზე და არ გაძვირდება ცხოვრება. მე ესე ვფიქრობ. და ვინც მეთანხმებით, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ზუსტად ჩემო მეგობარო, ასე არის ეს ცხოვრება, არ უნდა მიცეს საშუალება უცხოს, რომ დაგჩაგროს. ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. ვისაც მოგწონთ ჩვენი გადაცემა, შეგიძლიათ გამოგვიწეროთ და რაც შეეხება ჩვენ სპონსორს, არ ხავს სპონსორი დროებით, მაგრამ არაუშავს გამოგვიჩნდებიან. ნახვამდის, ანუ მომავალ შეხვედრამდე.